სურნელებს როგორიც იცით, სადაც არ უნდა იყოს, საქართველოში იგრძნობ თავს. მოგესალმებით აპოლე სამყაროში. მარხვის პერიოდში ხშირად გონია, რომ ბევრ რაღაცაზე გვიწევს უარის თქმა. მარხვის რეცეპტებიც არის ჩვეულებრივად სრულყოფილი და ისეთივე გემრიელი. დღეს უნდა შემოგთავაზოთ სამარხო ღვეზელები სამარხო ცომთან ერთად. უმარტივესად მოსამზადებელი ახლა კი დარჩი, ჩემთან და მოამზადოთ ერთად. დღევანდელი ცომი განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის არის საინტერესო, ვინც მარხულობს. ხოლო დაბალანსებული ინგრედიენტებით არამედ იქ შემოვალი ერთ ინგრედიენტს ყველაზე საინტერესო, რომელიც ფაფუქს და განსაკუთრებულს ხდის ამ ცომს. ცომის მომზადება არის ძალიან მარტივი. ამისათვის გვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები: 1 კილოგრამი ფქვილი უმაღლესი ხარისხის 700 მლ თბილი წყალი, 2 სუფრის კოვსი მაიონეზი, 2 ჩაის კოვსი მარილი, დაახლოებით 100 მლ-მდე ზეთი, 1 სუფრის კოვსი შაქარი და დაახლოებით 10-12 გრამი მშრალი საფუარი. მე დღეს ვამზადებ მშრალი საფუარი, იმ შემთხვევაში თუ დაპრესებთ საფუარი, გამოიყენოთ დაახლოებით 30 გრამი. მომზადება არის ძალიან მარტივი და პირველ რიგში მე გავაქტიურებ საფუარს. რადგან ჩემი შემთხვევაში არის მშრალი და ნელა მოქმედებს. მთლიანი სითხის რაოდენობიდან მე მოვაკლებ დაახლოებით 150 მლ წყალს და შეგნით გავხსნი ახლა საფუარს. ეს არის ჯერ 1 სუფრის კოვზი, 7 გრამი. ასევე დამჭირდება მეორე და კიდევ ნახევარ დავუმატებ აქედან. ასე. შემდეგ დავუმატოთ შაქარი, 1 არასავსე სუფრის კოვზი. შაქარი ამ შემთხვევაში არის საკვები ჩვენი საფუარისთვის, რომ სწრაფად გააქტიურდეს. ახლა ეს დავდგათ 10 წუთის განმავლობაში და გადავიდეთ მთავარ ცომზე. თავიდანვე გეტყვით, რომ ცომის მომზადება არის ხელით ძალიან მარტივი. ამიტომ დაგჭირდებათ რამე სპეციალური ხელსაწყო, სპეციალური მიქსერი. უბრალოდ მე მინდა რომ ეხლა პროცესი დავაჩქარო, ამიტომ გამოვიყენებ ჩემს მიქსერს. თაში მოვათავსოთ თბილი წყალი და დავუმატოთ გააქტიურებული საფუარი. ჩემთან საფუარი ძალიან კარგად გააქტიურდა. დაახლოებით 5 წუთია გასული. სამარხო მაიონეზს დავუმატოთ, რომელიც განსაკუთრებულ საფაფუქას აძლევს. ახლა უკვე გვჭირდება ფქვილი. ფქვილი უმჯობესად იქნება გაცრელი. მე ფქვილს აქვე ავწონით გაჩემს. მიქსერს აქვს იმის უპირატესობა, რომ გრამებით ამიძონოს. ფქვილს თავიდან უნდა დავუმატებთ ხოლმე, რადგანაც ყველგან ფქვილი არის სხვადასხვანაირი და ახლობ 100 გრამი მოიტოვეთ. 2 ჩაის კოვსი მარილი, სავსე და დავიწყოთ ცომის მოზელვა. ცომი იზრდება აბსოლუტურად ჩვეულებრივად, ბოლოს კი დავუმატებთ ზეთს. ცომი ოდნავ ხელდაწებოვანია, ამიტომ ჩავუმატოთ ის ბოლო 100 გრამი ფქვილიც. ახლა კი უკვე დავუმატებ ზეთს, ეს არის ნეიტრალური გემოს ზეთი, დაახლოებით 70 მლ-თან ჩავთოთ. ცომი უკვე მოეძილა, არის ძალიან მარტივი და სწრაფი მოსამზადებელი. სასწაული. ახებილი ცომია, ვაიმე როგორი კარგია რომ იცოდეთ, ეხლა მე შემიძლია რომ პირდაპირ ჩემს მიქსერში ამოვიყვანო, იმიტომ რომ ამას აქვს ამოსაყვანი ფუნქცია, რომელიც ათბობს დაახლოებით 35 გრადუსამდე და შემიძლია აქვე გავაჭირო და ამოვიყვანო, მაგრამ ამის კონსისტენცია ჩვენ მე ისე კარგად ვერ დავინახავთ. ამიტომაც გადმოვიტან ეხლა მე აი ამ თაში, რომ უკეთ ნახოთ როგორი კონსისტენცია ექნება. გადავაფაროთ თავზე და გავაჩეროთ იქამდე სანამ ცომი არ ამოვა. რამდენი დრო დაჭირდება, ამას შემდეგ გეტყვით. ჩვენი ცომი რომ იყოს სრულყოფილი და გავიგოთ გემოს და სტრუქტურას, ამისათვის გვჭირდება შიგ-თავს. დღეს მე შევარჩიე სოკოს და ბრინჯის შიგ-თავზე, რომელიც ასევე მარხულთათვის იდეალური. ამისათვის მე მაქვს აქ ქამასოკო დაახლოებით 800 გრამი. ასევე გვაქვს დაახლოებით 100-150 გრამი ბრინჯი, რომელიც არის უკვე მოხარშულ მდგომარეობაში. ძალიან არ უნდა ჩაშალოთ ბრინჯი. ასევე გვჭირდება 2 თავი ხახვი,
მე ასევე დავუმატებ მწვანილებს, როგორიც არის ქონდარი, სულ ცოტა ოხრახუში, ქინძი, ასევე ცერეცო და ტარხუნა. ასევე გჭირდება ნიორი, შავი პილპილი, გჭირდება დაფქული ქვინძი, რომელსაც ძალიან ცოტაც გამოვიყენებ, გჭირდება მარილი, თითქმის ყველა ინგრედიენტი მომზადებულია, რომ მე ხა დრო არ დავხარჯო ამაში ზედმეტად, მხოლოდ მწვანილებს დავჭრით და ასევე ნიორს. მე მაქვს ცოცხალი ქონდარი და ესე ფოთლებს მოვაძლევთ, რაც თვითონ უხეშია საკმაოდ. შეგიძლიათ ასევე რომ მშრალი ქონდარიც გამოიყენოთ, ძალიან უხდება. ვიცი რომ ტარხუნთან სამზადებენ, მეც მაქვს აქ ტარხუნა დამატებული, მაგრამ არა ძალიან ბევრი, რომ ესე დომინანტურ გემოზე არ წაიყვანოს. კარგად გახურებულ ტაფაზე უნდა მოვთოშოთ ჩვენ ახლა ხახვი. იმ შემთხვევაში თუ არ ამზადებთ სამარხოდ, ზეთი შეგიძლიათ კარაქე ჩანაცვლოთ, სოკო და კარაქე ძალიან კარგად მეგობრობენ ერთმანეთს, ან ზეთი და თვითონ კარაქე. შემდეგ დავუმატოთ სოკო. სოკო კარგად მოიშოშა, დავუმატოთ ახლა სულ ცოტა ქინძი, მშრალი ქინძი, ასევე შავი პილპილი, მარილი. ბოლოს დავუმატოთ მწვანილები და ნიორი. დიდხანს აღარ თუშავთ, გადმოვყავთ ახლა ჩვენ ცალკეთაში. დავუმატებთ ასევე მოხარშულ ბრინჯს. აურიოთ კარგად. ახლა გასინჯეთ გემო, როგორია. როგორ აქვს შავი პილპილი, როგორ აქვს მარილი, თუ რამე დაგაკლდათ, იმ შემთხვევაში კარგად გასინჯეთ, კარგად შეგმაზეთ, შეაზავეთ. ეხლა სულ ცოტა ძირასაც დავუმატებ, რატოღაც ესე მგონია რომ მოუხდება. მაგრამ ბევრი არა, იმიტომ რომ როგორც იცით, ძირა ძალიან დომინანტურია, ძალიან. ასევე უცხოს სუნელს დავუმატებ ცოტას. ძალიან ცოტას. ნახოთ რა სისავს. ამაზე ხამ ექსპერიმენტს გავაკეთებ ესე. ძალიან პიკანტური, ძირა ძალიან მოუხდა. აი ამ კომბინაციას ახლა რაც მე ყველა ინგრედიენტი შინი ჩავმატე, ძირა ძალიან მოუხდა. ცომი ისეთია რომ გესაუბრებად ნახე. სასწაულია. დაჭერდა სადღაც საათნახევარი რომ ამოსულიყო. თომი ჩავზილოთ და შემდეგ უკვე დავყოთ ნაწილებად. ზეთში დავისვენებ ახლა ხას, თქვენ შეგიძლიათ ფქვილი გამოიყენოთ, თუ კი ფქვილით უფრო გიადვილდებათ. აქ მოვიტანოთ ჩვენი ცომი. პრინციპში ამდენი არ დამჭირდება, მე უბრალოდ მინდა რომ კონსისტენცია განახოთ როგორია. ამიტომ რომ ამდენი შეგთავსი არც მაქვს. ცომის ნაწილს დავაბრუნებ ისევ უკან თაში, რომ ამდენი არ დამჭირდება და ამ ცომის მაცივარში შენახვა ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. ამას ახლა დავყობ გუნდებად, ისე რომ იყოს დაახლოებით 70-დან 90 გრამამდე. ასე დავყობ ახლა მე ამას. ეხლა ჩავდოთ ცომში უკვე ჩვენი შიგთავსი. თქვენ თუ ფქვილით გიადვილდებათ, ეხლა მეც ფქვილზე გადმოვიტანე. თითქოს უფრო ადვილია ესე, ჩემი ცომი. და შემდეგ ჩავდოთ შიგნით შიგთავსი, რამდენიც გსურთ.
შევკრათ. თუ ზედმეტი ცომი აქვს, მოაცილეთ აუცილებლად. აი ასე. ჩემთან ცომი ზედმეტიც არის, იმიტომ მოცილდება ამას. შემდეგ გადმოვატრიალებ და მივცემ ესეთ ფორმას. ეს ეხლა კი მივცეთ ტიპიური ფორმა და აი აქ ოდნავ ჩავჭრათ. ეს არის სამარხოღეზელი, ამიტომ ჩვენ ზემოდან ახლა მას კვერთხესკულს ვერ წაусმევთ. ეხლა შეგიძლიათ უბრალოდ წყალი მოასხუროთ ზემოდან, წყალი, რომ ოდნავ ფერი მისცეს და ისე გამოაცხოთ. ან მე აქ ტესტი მაქვს ესეთი მოვამზადებ ქვილით და წყლისგან. აქვს კიდე ესეთი და ცოტა შაქარი დამატებული. თუ კი ამან გაამართლა, დაგიწევთ აუცილებლად დაბლა ინფობოქსში ზუსტ რეცეპტს. იმ შემთხვევაში თუ გაამართლათ, ახლა იქნება თქვენთან და ტესტი. ვნახოთ როგორი გამოვა. ხოზელები გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში და თუ რამდენი დრო დაჭირდება, ამას შემდეგ გეტყვით. შემდეგ უბრალოდ წყალი მოვასხუროთ ზემოდან. ჩვენი ღვაწლები გამოცხო, როგორც უკვე ხედავთ, ფერით განსხვავდება ერთმანეთისგან, ასევე ვიზუალითაც ოდნავ განსხვავდება, იმიტომ რომ იმას, რომელსაც არაფერი არ წაუსვეს ზემოდან, ასევე არ გამიკეთებია ჩაჭრა ადგილებში და აი ნახეთ როგორი გამოვიდა. ორივე ლამაზია, ორივე გემრიელია, პრინციპში გემრიელი და იგივე აქვს. ეს უბრალოდ ოდნავ ხრაშուն არის ზემოდან, იმიტომ რომ მას ნაზარ აქვს, ეს კი ძალიან ნაზი არის. ეხლა კი ვნახოთ როგორია. ღმერთო რა საოცრება. რა არომატები ტრიალებს, როგორი ფაფუკი და რბილი ცომია. არაფერი არ აქვს არც ზედმეტი და არაფერი არ აქვს არც ნაკლები. ისეთ როგორია პიკანტური, მაგრამ არა გადაჭარბებული, ძალიან გემრიელი ღვეზელია. ეს რომელსაც ხოლმე წყალი მოვასხეთ არის ძალიან რბილი და ძალიან ფაფუკი, ხოლმე რომელსაც ის ნაზავი წაუსვით, ხო? ის არის ოდნავ ხრაშუნა. აი მეგობრებო, სულ ეს არის ჩვენ დღევანდელი ვიდეო რეცეპტი და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში. გამიხარდება თუ მოამზადებ, გამოიწერე არხი, დალაიქე და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში. ეს კი ჩემი იყო უბრალოდ რომელი გავსინჯო აღარ ვიცი. რომელსაც წაუსვი, რომელსაც არ წაუსვი. ორივეს წავიღებ. დროებით.